აკო თუ გადავხედავთ აი თუნდაც ჩვენს მარტო აჭარის ტელევიზიაში კი არა წინა ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას მე მახსოვს თქვენი განცხადებები რომ მავნებლურს უწოდებდით ზურაბიშვილის ქმედებებს მავნებლად რჩება ზურაბიშვილი დღეს თქვენთვის ისე ვიცით რა მე ძალიან ობიექტურად ვცდილობ ხოლმე მე ვიცი რომ რაღაცა წყინთ ადამიანებს და არა და უფრო დიდი მავნებლობა ვიდრე აი თქვენ გახსოვთ ეს საშინელება ბურჯანაძემ თქვა პირველმა დევს ამისი რამდენიმე ჩანაწერი ვიდეო ფირიც არის რომ რაღაცა გორს ჩვენ ბომბავდით რაღაცა უბედურება შემდეგ ეს გაიმეორა ზურაბიშვილმა და ჰააგაში ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა რუსეთმა და ახლა წულუკიანმა ესე იგი ეს კომისიაზე მე ორ სიტყვას აუცებად ვიტყვი იმიტომ რომ ამათ თუ გონიათ რომ სააკაშვილის არ გადავიდეთ ახლა თემაზე დაძირვით საქართველოს სახელმწიფოებრიობას ურტყამს ეს კომისია ისე რომ რა ვიცი ვერ გზნობენ მშვენივრად გზნობენ მე ვფიქრობ ამიტომ მავნებლობა ესეთი განცხადების გაკეთება მე თუ ამას ბურჯანაძეზე ვამბობდი იგივეს ვამბობს ზურაბიშვილზე მავნებელი შეიძლება შეიცვალოს მე თუ ადრე მავნებელი იყო დღეს აღარ არის ხო და რა ვიცი მავნებელი არის საქართველოს წინააღმდეგ იცით რა თუ რომ არ შეიცვალა იმიტომ რომ პროცესი აი ესე ჩავარდა ამას ჩავარდნა ქვია პროცესის ოპოზიციაში ხარ რაც ხდება როდესაც ახალგაზრდები არიან დაჭერილები აი თქვენი ეთერით კიდევ ვიტყვი აჭარის ეთერში განსაკუთრებით მინდა რა მზია ამაღლებელზე ვისაუბრო როდესაც ქალბატონი მზია არ დაკავ როდესაც ახალგაზრდები არიან დაკავებული როდესაც აი ობიექტურები ვიყოთ მე და თქვენ ახლა ორივე და ვიცი რომ თქვენ არ ახართ ჩემ პოზიციაზე მაგრამ აი ობიექტურად გაივლით ახლა აი ამ ადგილს და რას გეტყვით როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე საუბრობ საულმე ზურაბიშვილი რომ ხარ და ამ დროს ევროსაბჭოს რეზოლუციაში პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში პუნქტად წერია რომ პოლიტპატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი და შენ იმას უგულვებელყოფ ამას შერჩევითობა ქვია ეს არ არის ნორმალური ხვდებით ამას პარტიები რომ სიამონებით ეთანხმებიან ესეც არ არის ნორმალური ეს ყველაფერი შერჩევითობა მე თავიანთ სასამართლოზე რომ იგივე მოხდება ხოლმე იქ გაკვირვებულები რჩებიან